კიდევ გაკვეთილი არ დაწყებულა. ერთ-ერთი მოსწავლე პანჯარასთან ახლოს ის და ხელში უჭირავს ძველი, სქელი წიგნი. თხილაჩლის პირველ გვერდს თითქოს ეშინია, რომ ფურცლების შრიალმა საუკუნეების სიჩუმე არ დაარღვიოს და მის თვალწინ ჩნდება შავ-თეთრი ფოტოები. რუსთაველის გამზირი, შვიდობიანი ადამიანები, ხელში ეროვნული დროშები, სანთლები, ხატები და ლოცვით აღმართული თვალები. მოსწავლე ჩერდება ერთ ფოტოზე. ახალგაზრდები თითქმის მისივე ასაკის ერთმანეთის გვერდით დგანან. ის თითქოს საკუთარ თავს ხედავს მათ სახეებში. შემდეგ გვერდზე უკვე ისტორია იწერა. 1989 წლის 9 აპრილი. ღამე, რომელმაც საქართველოს შეცვალა. ამ დროს მოსწავლებელი უახლოვდება. ჟუმად იღებს წიგნს მოსწავლის ხელიდან. წიგნი ახლა მის ხელშია, მაგრამ ოთახში ისევ სიჩუმეა. ის არ იწყებს თარიღებითა და მშრალი ფაქტებით მოსწავლებელი წიგნს. ხელში დაატარებს, სადაც წერია იმ ლამის ამბავი, როგორ იდგნენ ადამიანები თავისუფლების, ეროვნული ღირსებისა და დამოუკიდებლობის იდეით გაერთიანებულნი, როგორ შეხვდნენ ტანგებს და ძალადობას მხოლოდ სიტყვით, ლოცვითა და სიმართლით, როგორ იქცა ტრაგედია ეროვნული გამოღვიძების დასაწყისად. მისი ხმა 7-ია, მაგრამ თვითონული სიტყვა კლაში ციმედ იფანტება. ისტორია ყოველთვის შორეული არ არის. ისტორია ყოველთვის შორეული არ არის. ამბობს იგი, ზოგჯერ ის თქვენსავე ასაკში მდგომი ახალგაზრდების თვალებში ცხოვრობს. კლასი დუმს. ახლა წიგნი უკვე მხოლოდ წასაკითხი ტექსტი არ არის. ეს სიცოცხლის ისტორია არის ამბავი იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავისუფლების იდეა საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა დააბენეს და ამ წუთებში თითოეული მოსწავლე ხდება ეს მხოლოდ წარსულის ისტორია არ არის, ეს არის თავისუფლების არსი. ადამია ნათია შანეშვილი ეკაბეჟანიშვილი ნატოკიორკაც თილანუკით ნინოთორი საირაპიკოც ბანანალუმაც თამარმამულაშვილი ბანანამელკაც ვენერამეტრეველი ამუკანაც ნანა სამარკული გიაქარსელა შავა კოსროიაშვილი მარინა ჭონია სამარკულია ელისა ჭიმაშვილი Tamar Jovalit, Loda, Jangirashvili, Sia, Chincharat. Ay,
საშიშროების წინაშე. მეგობრები ვიზარდით, რომ დაგმოწმოთ თქვენ. მთელი საქართველო ხედა თქვენ აღზრდებას. მთელი საქართველო ხედა თქვენ ვართ. მაგრამ ამერიკო შედარებით არ დავიდაკო ის რეალური საშიშროება, რომელიც განსხვავებით წინაშე. აი ამიტომ მოვედია რომ დაგლოცოთ, რომ დავსწავლეთ შეგრებოდი. მოვედი რომ წავიდეთ სტანდარტში და მადლობა შევძლიოთ მე გადამჩენისათვის. მე არ მომართავებ, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა თუ რამდენიმე ამიტომ ჩემო სტუდიაში ეცემა გოჩვარდება რომ ამსამდე ახლა და წავიდეთ ერთად ქართლის ვიდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევძლიოთ. აპრილს დაღუპულები. აზა ადამია 22 წლის. გია ქარსელაძე 25 წლის. ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის. ელისო ჭიპაშვილი 25 წლის. ვენერა მეტრეველი ზაირა 61 წლის. თამარ მამულაშვილი 50 წლის. თამუნა დოლიძე 28 წლის. თამუნა ჭოლოძე 16 წლის. ჩინა ემუქიძე 70 წლის. მამუკა ნოზაძე 22 წლის. მანანა ლოლაძე 33 წლის. მანანა მეოთაძე 23 წლის. მარინე ჭონია 35 წლის. მზია ჯინჭარაძე 53 წლის. ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის. ნანა სამარგულიანი 30 წლის. ნატო გიორგაძე 23 წლის. ნოდარ ჯანგირაშვილი. აზა ადამია 22 წლის. გია ქარსელაძე 25 წლის. ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის. ელისო ჭიპაშვილი 25 წლის. ვენერა მეტრეველი ზაირა კიკუძე 61 წლის. თამარ მამულაშვილი 50 წლის. თამუნა დოლიძე 28 წლის. თამუნა ჭოლოძე 16 წლის. ჩინა ემუქიძე 70 წლის. მამუკა ნოზაძე
22 წლის. მანანა ლოლაძე 23 წლის. მანანა მელხაძე 23 წლის. მარინე ჭონია 35 წლის. მზია ჯინჭარაძე 43 წლის. ნათია ბაშალელიშვილი 16 წლის. ნანა სამარგულიანი 30 წლის. მეტავრაღა შეიცვალოს. შეიძლება სამოვა. ჩვენ აქ მარტო საკუთარი თავისთვის არ ვიყავ. ჩვენ მომავლის 9 აპრილს საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა. სიმამაც. სისხლის ღრუ. თავისუფლება. ერთობა. ერთგულება. ბრძოლის შინი. გამარჯვება. სიცოცხლე. სიწყნარე, ძალიან თბილ სიწყნარე. წმენა. ეს სიწყნარე კი არა, ეს არის 9 აპრილი. დღე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. დღე, როცა საქართველოს გმირები დაუდგნენ რუსებს წინ და უკან არ დაუხევიათ. დღე, როცა ხმალს, ტანკს, იარაღს დაუდგნენ წინ და რუსები საქართველოში არ შემოუშვეს. დღე, როცა საქართველოსთვის ყველა ბევრმა ადამიანმა სისხლი დაღვარა და ბევრი ადამიანი დაიღო. 9 აპრილს ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის იმედი, ერთმანეთის წამლაც და იყო ერთიანობა. მათ არ ეშინოდათ უკან დახევის და ერთმანეთის სისხლს არჩევენ. 9 აპრილი იყო დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა თავი გაწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის წითელი არმია შემოვიდა საქართველოში და აქციის მონაწილეები, კერძოდ კი ქართველი ხალხი დაჩეხა. ეს დღე ყველას ტრაგიკულად ახსენდება, როგორც ძველ ხალხს, ასევე ახლანდელ ხალხს. 9 აპრილი ტრაგიკული დღე არის მთლიანი საქართველოსთვის. ახლანდელი 2026 წლის 9 აპრილიც და ნებისმიერი წლის 9 აპრილიც ხალხს ტრაგიკულად ახსენდება. და ამას წინ უძღვის პიროვნული, ესე იგი ინსტრუქცირება ყოველი მათგანისა იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოითხოვს ერი. ამჟამად დარწმუნებული ვარ, რომ საკავშირო დეპუტატთა უმრავლესობამ, ვინც იქ ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვას, კარგად არც იცის, რას მოითხოვს ქართველი ერი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. და რატომ შიმშილობენ ის ადამიანები. სამწუხაროდ ეს ასია, მეგობრებო. სამწუხაროდ ეს ასია და ამის გამო მე გადაუდებლად მიმაჩნია ჩვენი შეხვედრა, ჩვენი საუბარი და ჩვენი და მოშიმშილეთა ულტიმატუმის წაყენება მათთვის. ვინაიდან მათ წარმოდგენა არ აქვს არც ერთს, მე მგონი ბატონ თამას არ გულისხმობ, მაგრამ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რაზე შიმშილობს ეს ხალხი. ეხლა ეს უნდა მოხდეს ჩემის აზრით ძალიან სწრაფად და ხვალ. ეს არის მოთხოვნები, ესე იგი მოშიმშილეთა მოთხოვნა დღევანდელი, რომ დეპუტატები მიბრძანდნენ და ესაუბრონ მათ. მათგან ვინაიდან მათი შიმშილობა ეს არის მთელი მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ერის ნების გამოხატული. ამიტომ მოდით ამას ნუღარ გადავდებთ და ეს განვახორციელებთ. ვისაუბროთ ამ დეპუტატებთან, უთხრათ რას მოითხოვს ეს ახალგაზრდობა, ეს ადამიანები და თავიანთ გამოსვლებში მათ მოითხოვონ იგივე. ამავე დროს გავაფრთხილოთ ისინი, ჩვენ უფლებამოსილი ვართ, მე მგონი, რომ თუ ისინი არ დაიცავენ ჩვენი ერის ინტერესებს, თუ არ მოითხოვენ იგივეს მოსკოვში, მაშინ მათ ქართველი ერი გამოუცხადებს უნდობლობას და გამოაცხადებს მოღალატეებით. ეს შეიძლება ცოტა მწვავე და უკიდურესი გამოთქმა, მაგრამ ჩვენ უკვე აღარ დაგვრჩენია ცერემონიებისთვის დრო, ვინაიდან ძალზე საგანგაშო სიტუაციაა. ძალზე საგანგაშო, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ეროვნულ ტრაგედიაში. ჩვენ არავის არ მოვერიდებით. მე მგონი ყველაზე მოძველებულ ფორმას სახელმწიფოებისას წარმოადგენს იმპერია. დიახ, და არა კონფედერაცია. დიახ და ჩვენ არ დავუშვებთ ველიკორუსული იმპერიალიზმის კონსტიტუციურად დაკანონებას. ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი, არც ესტონელი ხალხი.
არც ლიტველი, არც ლატვიელი ხალხები და არც სომეხი ხალხი. და მე მგონი არც სხვა ხალხები საბჭოთა კავშირისა. იმპერია მოძველდა, იმპერია უნდა დაინგრეს, უნდა შეიქმნას კონფედერაცია. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. და კეთილი ინებონ ჩვენმა დეპუტატებმა, თუ ისინი მართლაც ჩვენი დეპუტატები არიან და ეს საკითხი დააყენონ იქ. და თუ ისინი მტრის დეპუტატები არიან, მაშინ გამოაცხადონ ეს და უთხრან ხალხს ღიად. თუ ისინი მტრის ინტერესებს იცავენ. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ განჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასაშანწული ასამწრიანი წარმოჩა ქართველი This financial! Amagdita Tabilier de Chuliran! Ame tu Chantaras Party!
მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ერთი. აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.